ჩემი გზა სამეფო ტახტამდე არა დიდებით, არამედ ღანიბის ციხის ბნელი 40 დაიწყო. 7 წელი ვიტანჯებოდი ტყვეობაში, ჩემს ხალხს დაღუპული ვეგონე, მაგრამ უფლისნებით დავუბრუნდი, რათა ნამსხვრევებად ქცეული საქართველო შემეკავშირებინა. ძალიან მძიმე გამოდგა მონღოლთა ხანის კარზე ჩემი ყოფნა. აქ ჩემს ძმასთან სამეფო გვირგვინი გავიყავი. ქვეყნის გადასარჩენად მორჩილებაც ვისწავლე და მოთმინებაც. ბევრმა შეიძლება მერყეობა და სისასტიკე დამწამოს, მაგრამ ვინ უწყის, რამხელა ტვირთია მართავდე ქვეყანას მაშინ, როცა ყოველ ნაბიჯს ყაენის თვალთვალი და מחვილისდევს. ჩემი ცხოვრება ბრძოლა იყო არა მხოლოდ მტრებთან, არამედ საკუთარ ბედთან, რათა გადამერჩინა ბაგრატიონთა ტახტი და საქართველო გადარჩენილიყო იმ დიდ ქარცეცხლში, რასაც მონღოლობა ერქვა. რა სჯობდა, სიკვდილი ღანიბის ციხეში თუ მეფობა მონღოლთა ჭრდილქვეშ. მე ავირჩიე სიცოცხლე, რადგან ვიცოდი, ჩემი დაღუპვით ბაგრატიონთა ისედაც შერყეული ხაზი საბოლოოდ გაწყდებოდა. ოქროს ურდოში ჩემი მეუღლე, დედოფალი გვანცა, სიკვდილით დასაჯეს ჩემი ურჩობის გამო. ეს იყო ფასი, რომელიც საქართველომ ჩემი თავისუფლების მოყვარეობისთვის გადაიხადა. მე არ ვიყავი აღმაშენებელი და არც თამარი. მე ვიყავი ნანგრევების მეფე, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ის მცირედი, რაც მონღოლთა ცხენების ფლოქვებს გადაურჩა. როცა ალამუთის ციხესთან მონღოლთა მხარდამხარ ვიბრძოდი ასასინების წინააღმდეგ, ჩემი გული საქართველოში იყო. მე ვიბრძოდი სხვის ომებში, რათა ჩემს მიწაზე სისხლისღვრა ცოტა ხნით მაინც შემეჩერებინა. ჩემი და ნარინის ურთიერთობა იყო მუდმივი ჭიდილი, ძმურ სიყვარულსა და სამეფო ამბიციას შორის. ჩვენ ერთად ვისხედით ტახტზე, მაგრამ ჩვენ შორის მუდამ იდგა ყაენის ეშმაკური ღიმილი, რომელსაც ჩვენი დაპირისპირება სწუროდა, მაგრამ ამას ვერ ეღირსა, სანამ მე ვიყავი, იმიტომ რომ მე დავით ულუ ვარ. მეგობრებო, იმისთვის რომ ჩვენმა პროექტმა განაგრძოს მუშაობა და განვითარება, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დაეხმარეთ არხს განვითარებაში და შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს ისტორიის გავრცელებაში. დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში.